რეხვიაშვილი. ალექს გარსია უნებრივია ღელავს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, კარგად ითამაშეს ძალიან დინამოს ფეხბურთელებმა და გაიხსნა ანგარიში 1-0. ძალიან კარგი 45 წუთზე ჩისკო გატანილი გოლის ავტორი. ძალიან კარგი კომბინაცია გამოუვიდათ ეხლა დინამოს ფეხბურთელებს, ჯიღაურმა ითამაშა. კარგად ძალიან მარჯვენა ფრთაზე თავიდან. აი განმეორებით ნახავთ ეხლა ჩვენ ამ ეპიზოდს. ჩისკომ ახლო მანძილიდან ძალიან კარგად დაარტყა. მორიგი კუთხური არის. ამჯერად უკვე საპირისპირო ფლანგიდან მარცხნიდან აწვდიან. დინამოს ფეხბურთელები 55 წუთი კოტო აწვის. მარცხენა ფრთიდან მაღალი ჩაწოდება, მიკინეიშვილი შეცდა და კიდევ ერთი ძელი საბოლოოდ გოლი 2-0. თომაშვილი თუ არ ვწდები გატანილი გოლის ავტორი, აი საწყის 10 წუთში ძალიან გამოიკვეთა დინამოელთა უპირატესობა და ალბათ სავსებით ლოგიკური გოლიც. ორჯერ შეეძლოთ მათ გოლის გატანა ამ ეპიზოდშიც. ჯერ ძელს მოხდა ბურთი და საბოლოოდ მაინც ქუთაისელთა კარის ბადეში აღმოჩნდა სავსებით ლოგიკური გოლი ალბათ 2-0 დაწინაურდა თბილისის დინამო. განმეორებით კიდევ ერთხელ ეპიზოდი მოწოდება მეკარე შეცდა ალვარომ მერამდეჯერ უნდა გაარტყას დღეს ძელს ბურთი. ალვარომ მეორედ გაარტყა ძელს ბურთი და ჯერად ხარიხას უფრო სწორად. აი აქ შეიძლება მეკარის შეცდომაზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ მიკინეიშვილმა ძალიან